საქართველოს ახალი პრეზიდენტი ყავს 66 წლის ემიგრაციის წიაღიდან წამოსული დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი. 2 საათის წინ ფილარმონიაში შეკრებილმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მათმა საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ სცნობენ და იწყებენ ბრძოლას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. მაშასე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, ოპოზიცია კი მის გამარჯვებას არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. პირველ რიგში კი შეკითხვა მინდა დაუსვა გიორგი ვაშაძეს, ის არის სწორედ გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი და გიორგი ვაშაძემ წარმოთქვა გამხსნელი სიტყვა 2 საათის წინ ფილარმონიაში. პრეზიდენტს არ აღიარებთ, არ ულოცავთ ქალ პრეზიდენტს, პირველ ქალ პრეზიდენტს გამარჯვებას და იწყებთ ბრძოლას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ანუ რევოლუციას აანონსებთ, ბატონო გიორგი? ინგა, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა კონკრეტულად თქვათ, რომ ის რაც იყო საქართველოში, ამას არჩევნები არ ქვია. ჩვენ უკიდურესად მძიმე შეფასება მოვისმინეთ მათ შორის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისგან, რომლებმაც ძალიან ცალსახად თქვეს და პირდაპირ აღნიშნებს ყველა ის პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. განსაკუთრებით პირველი ტურიდან მეორე ტურის ჩათვლით ეს ერთი თვე საქართველოს ცხოვრობდა კანონგარეშე. კანონი არ არსებობდა ქვეყანაში. ჩვენ ნახეთ გაყალბება, მოსყიდვა, მასობრივი, თაღლითური, რაღაცა საჯარო მოსყიდვის დაპირებები, ადმინისტრაციული რესურსი, კრიმინალური სამყარო და სამართალდამცავი ორგანოები გვერდ-გვერდ, უამრავი პრობლემა რა. რაც მთავარია, საშინელი, ასე ვთქვათ, ცრუ fake news-ების და ცრუ ინფორმაციების კამპანია, რომელსაც აწარმოებდა ხელისუფლება ამ შემთხვევაში და ის რაც იყო გუშინდელი დღეც ეს არის არჩევნები, იმიტომ რომ ყველაფერი დარღვეული იყო და ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ყველაფერს ამას ხელს აწერდა, როგორც ჩვეულებრივი ქართული ოცნების დანამატი. მე ვფიქრობ, რომ იმ 800,000 ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც ჩვენ მხარი დაგუჭირა, ჩვენ უფლება არ აგვაქვს, რომ ესე უბრალოდ ამას დავარქვათ არჩევნები. ჩვენ უბრალოდ არჩევნებს არ ვარქმევთ. მაგრამ 800,000 ადამიანის საპირისპირო არჩევანი გააკეთა უფრო მეტმა, ხო, ბატონო გიორგი? ანუ ის რომ ოპოზიციის კანდიდატმა ვერ იმარჯვა ამ არჩევნებში, რატომ არ გაძლევთ იმის რატომ არ მიდიხართ იმაზე, რომ აღიაროთ ამ არჩევნების შედეგები, მიულოცოთ ისე როგორც 21 საუკუნის პოლიტიკას 21 საუკუნის არჩევნები უნდა ჩატარდეს. გამარჯვება ახალ პრეზიდენტს და შემდეგ დაიწყოთ ბრძოლა აი იმ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ხო, დაუშვათ რაც ეხა დაანონსეთ. ინგა, პირველი ჯერ 21 საუკუნის არჩევნები უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, რომ შესაბამისი ადეკვატური რეაგირება იყოს მეორე მხარის მხრიდან. ეს 21 საუკუნის კი არა, მე-20 საუკუნის არჩევნებისაც კი არ მოგვაგონებდა ის რაც ხდებოდა ეხლა საქართველოში. ეს არ არის არჩევნები, ეს უნდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ ამ ყველაფერს. პირველ რიგში, ნამდვილად ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა და შესაბამისად დემოკრატიული მანდატი საქართველოს მომავალ პრეზიდენტს არ ექნება. ეს არის უდავო. თქვენი წინა გამოსვლელი წინის წინა ქართული ოცნებიდან ამბობდა იმას, რომ გამოხატა ქართულმა ხალხმა ნებავდა. არა, არ გამოუხატავს. როცა მოსყიდვა არის, როცა დაშინება არის, როცა ესე წყემსად მიყვანა არის არჩევნებზე, ეს არ არის თავისუფალი ნების გამოხატვა. ხელ გამომდინარე ძალიან სამწუხაროა მისთვის ალბათ, მაგრამ ეს არის რეალობა და ეს თქვენ სწორედ საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ანუ არ თქვენ აღიარებთ არჩევნების შედეგებს? ორი კიდევ ერთხელ ვამბობ,
გავიმეორებ, რაც თქვი, დემოკრატიული მანდატი ვერ ექნება ამ პრეზიდენტს, იმიტომ რომ ეს იყო დაშინება, ეს იყო მოსყიდვა, ეს იყო უამრავი დარღვევა. მათ შორის სისხლის სამართლის დარღვევები მოსყიდვაზე, აი დამკვირვებლები თქვენ რომ ზანეთ იქ წერია, რომ აი ამ მილიარდ ნახევრის შეპირება 600,000 ადამიანის შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული იყოს. ამიტომ ბუნებრივია ვერ იქნება ეს დემოკრატიული მანდატი. არა, მე პირდაპირ პასუხი მაინტერესებს, ბატონო, თქვენ მესმის ახლა პოლიტიკოსი ხარ და პოლიტიკური ტერმინოლოგია მესმის და რაღაც აზრის გამოხატვა პირდაპირ მითხარით, აღიარებთ არჩევნების შედეგებს თუ არ ლეგიტიმურობას თუ არ აღიარებთ. აი, კი ან არა, შეგიძლიათ ერთხელ გეუბნებით, ლეგიტიმურობა რას ნიშნავს? არა, ხო და პასუხობთ. ლეგიტიმურობა რას ნიშნავს? ნიშნავს იმას დემოკრატიული მანდატი აქვს თუ არა, ხო? ნიშნავს იმას შედგა თუ არა არჩევნები, ნიშნავს იმას ხალხმა გამოხატა თუ არა თავისუფალი ნება და ამაზე გითხარით არა მეთქი. ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ აგვაქვს. გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. კვირას ჩვენ გვექნება რუსთაველის პროსპექტზე უზარმაზარი მშვიდობიანი მანიფესტაცია. ქართულმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია გია ვაშაძე და ვერავის პარლამენტში ვერ დამარცხუნებს. კვირას დავანახოთ, რომ ფულის გარეშე, მოსყიდვის გარეშე, ჩაწყობების გარეშე, მთელი საქართველოს გება ფეხზე, კვირას ყველანი თავისუფლების მოედანზე, კვირას ყველანი თბილისის ცენტრში, კვირას საქართველოს დადგება ფეხზე და ეთქვის თუ არ ივანი არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება და ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. განცხადებას ოპოზიცია აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები. გაფართოებულ ფორმატში სათათბიროდ დღეს კოალიცია ცვლილებისთვის ძლიერი საქართველოსა და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. რაც შეეხება გახარიას პარტიამ, მან ანალოგიური შინაარსის განცხადება დამოუკიდებლად გაავრცელა. ნინო ბალანჩივაძე მოგუყობა მეც თუ როგორია ოპოზიციის ერთიანი ხედვა არსებულ კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ ჩაინიშნოს ქვეყანაში ახალი არჩევნები. ეს არის ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა. ოპოზიციური პარტიები, კოალიციები, რომლებიც დღეს იყვნენ გაერთიანებულ ფორმატში შეკრებილები, თანხმდებიან იმაზე, რომ პროცესები, რომელსაც წარმართავს ოლიგარქი ივანიშვილი, არის არალეგიტიმური. ასეთ პროცესს ვნახავთ ჩვენ 14 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში, როდესაც ეგრეთ წოდებული პარლამენტი აირჩევს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს, რომლის ლეგიტიმაციაც არ ექნება, რომელსაც არ ექნება ლეგიტიმაცია უბრალოდ ქართველი ხალხის მხრიდან, შიგნით საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და არ ექნება ცხადია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ლეგიტიმაცია. ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხური ვითარებიდან ოპოზიციისთვის არის სწორედ ახალი არჩევნების ჩანიშვნა ქვეყანაში, რომლითაც მიმართავენ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და ოპოზიციური პარტიები პროდასავლური გაერთიანებები თანხმდებიან იმაზე, რომ ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ახლა ქვეყანაში არის ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ის ეგრეთ წოდებული არჩევნების შემდგომ დარჩება ისევ მთავარსარდალი და დარჩება მთავარი მომლაპარაკებელი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინაიდან სწორედ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები ესაუბრებიან სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არის დამოუკიდებელი და რომელიც დგას ქართველი ხალხის გვერდით. ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი არის საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, სახელმწიფოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი. ახალი და სამართლიანი არჩევნები. ვაფასებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას და ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი არის ჩვენი დამოკიდებულება 14-ში დილით დაგეგმილი ეგრეთ წოდებული არჩევნების მიმართ, პრეზიდენტის არჩევნების მიმართ, რომელიც არის ზუსტად ისეთივე არალეგიტიმური, როგორც პარლამენტი და საქართველოს ლეგიტიმურ ინსტიტუტად ერთადერთად რჩება სალომე ზურაბიშვილი და ჩვენ რაც მთავარია, სალომე ზურაბიშვილს ხარჯს უჭერს საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა. არ ვცნობთ არალეგიტიმურია, რაც ახლა ხდება.
მეორე მნიშვნელოვანი არ ვცნობთ იმ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში კლოუნადას, რომელიც პრეზიდენტობის რაღაცა კლოუნადას ყაველაშვილი კლოუნის ასარჩევად და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ვაღიარეთ ერთ-ერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციას, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც სრული ასე ვთქვათ ლეგიტიმაცია აქვს და თვლით მას ქართველი ხალხის წარმომადგენლად, რაც არ უნდა მოხდეს 14-ში და რა პროცედურაც არ უნდა იყოს. სამი გაერთიანებული კოალიციის შეხვედრას დღეს არ ესწრებოდნენ გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლები. ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ მათი ახსნა განმარტება, რომ ისინი არ ეთანხმებიან ფორმატს, რა ფორმატითაც შეიკრიბნენ კოალიციები, მაგრამ ეთანხმებიან შინაარს განცხადებისა, რომელიც ჩვენ უკვე მოვისმინეთ პროდასალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ერთი თვე საქართველოს ცხოვრობდა კანონგარეშე. კანონი არ არსებობდა ქვეყანაში. ჩვენ ნახეთ გაყალბება, მოსყიდვა, მასობრივი, თაღლითური, რაღაცა საჯარო მოსყიდვის დაპირებები, ადმინისტრაციული რესურსი, კრიმინალური სამყარო და სამართალდამცავი ორგანოები გვერდ-გვერდ, უამრავი პრობლემა რა. და ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ვაღიარეთ ერთ-ერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციას, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც სრული ასე ვთქვათ ლეგიტიმაცია აქვს და თვლით მას ქართველი ხალხის წარმომადგენლად, რაც არ უნდა მოხდეს 14-ში.